იმ პრინციპებზე ვისაუბრობ და იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც განაპირობა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსის შექმნა. ცივი ომის დასრულებამ ნატოში დაიწყო პირველი დიდი, ასე ვთქვათ, გადალაგება, რეფორმა, თუ შეიძლება ასე ითქვას. რომ თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკაშიც, დასავლეთ ევროპაშიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით უყურებდნენ მომავალს, რომ რუსეთი გახდება ლიბერალური დემოკრატია, ჩაერთვებიან მსოფლიო ვაჭრობაში, აღარ იქნება საჭირო სამხედრო ხარჯების გაზრდა და სხვადასხვა ტიპის პრობლემებს ერთადაც კი გადაწყვეტენ. დიდი გაფართოების შედეგად შემოდიან აღმოსავლეთ ევროპელები და შემოაქვთ რუსეთის ხედვის სხვა პერსპექტივა, რომ ეს არ არის ის პარტნიორი, რომელიც თქვენ გონიათ, მისი ნდობა არ შეიძლება და უნდა ვიყოთ ფრთხილად. ერთი ყველაზე დიდი დეზინფორმაცია მითი ასე ვთქვათ, რაც ვრცელდება ნატოზე არის, რომ ნატომ პირობა დადო, რომ არ გაფართოვდებოდა. რუსეთისთვის საფრთხე არის ის, რომ მის პოტენციურ მსხვერპლს არ კონდეს თავდაცვის ინსტრუმენტი.